ეს ორი ხთვის აი ჩახთავ და იმშელე არგუმენტირებულად ის რა ქვია ლოგიკურად იმშელე არ გამოხვიდა ლოგიკურ იმშელები. ვისაუნ. სალამი მოგეცამები. კითხვა მაქვს. ლეო, შენთან მაგ. ამი ძმაო ბოდიში ძმაო ჩემს პრივზე ამოგიყვანე სტუმარი ხარ, მოგესალმე და გეუბნები რომ კითხვა მაქვს შენთან და მაიგნორებ და იწყებს სხვა რაღაცაზე ლაპარაკს, თხოვ ეგ აღარ გამიკეთო მეორეჯერ ჩემი თხოვნა. გეხვეწები? პატივი წემით ვარ, შენს პატივი მეც იქთხოვ. კი ბატონო, არის თუ არა იესო ღმერთი? კი თუ არა? მოდი მაშინ რახან ასე შეკითხვას ასე მეუნები, ანუ როდესაც იესო ლოცულობდა არამედ იყოს შენინებაო ვიზეს ლოცულობდა. მოდიში დაგამიუთე ორი წამი ჩვენმა მეგობარმა ვერ გაიგო კითხვა აშკარად კითხვა მდგომარეობდა შემდეგში. კითხვას გავიმეორებ. არის თუ არა იესო ღმერთი? კი ან არა? მიპასუხე პირდაპირ. დააჭირე შენ თავს მიკროფონს დააჭირე და გამცემ პასუხს. ნეო ერთი წამი ძმა და გავიგე შენ რასაც საუბრო უბრალოდ თუ შეიძლება რომ ერთი წამი და მივალ მაგამდე უბრალოდ ვიზე ლოცულობდა იესო მაშინ მომისმინე ანუ ეს იქნება ჩემი უპატივცემლობა ანუ ოღონდ მართლა გეუბნები ნახე კითხვას გისვამ ადამიანს აი სტუმრად ამოგიყვანე ხო და მაგამდე მივიდეთ უბრალოდ ერთი წამი მაინტერესებს კითხვაზე გამეცი პასუხი კითხვა დამისვი მეთქი არა კი არა მიპასუხე გამეცი პასუხი და მე გაგცემ მერე პასუხს რაც გაინტერესებს კი თუ არა ანუ არის თუ არა იესო ღმერთი ხო ეს იყო კითხვა მესამეჯერ უკვე აბა გისმენთ მო რავი ჩემი საზრით არა ზმა კარგი გასაგებია ეხლა ნახე ანუ იესოს ღმერთობას უარყოფ იმიტომ რომ იესო მამას ესაუბრებოდა ხო უყურე იესო მამას ესაუბრებოდა უყურე ახალი სიტყვა მინდა ზმა უყურე იესო როდესაც ეუნება იყოს არამედ შენი ნება ამით ვიზი აქვს საუბარი ანუ საკუთარ თავზე მომისმინე არავინ ამბობს რომ საკუთარ თავზე ღმერთი არ არის ერთი პიროვნება ღმერთი არის სამი სხვადასხვა პიროვნება მამა ძე და სულიწმინდა შესაბამისად ძე უბნება მამას და მან ჩემი ნება და არა ჩემი არამედ შენი ნება იმიტომ ამბობს რომ იესო ქრისტემ როცა მიიღო ადამიანური ბუნება მან ერთ პიროვნებაში გააერთიანა ორი ბუნება საღვთო და ადამიანური შესაბამისად იესოს ჰქონდა ორი ანუ რა გამოდის ორი სრული ნება მოისმინე რომ არა ერთი წამი გავიგე ძმა უყურე ანუ რა გამოდის სულიწმინდა რომელიც წვედის სახით გადმოვიდა იესოზე ანუ სამი ისო დანარჩენი ორი პიროვნება იესოზე გადმოვიდა მამა რომლის ხმაც გაისმა წაიკითხე ეგ თავი კარგად მამა რომლის ხმაც გაისმა ძე ვიზეც ხმა გაისმა და სულიწმინდა რომელიც წვედის სახით გამოვიდა სამივე პიროვნება ჩანს მამა დე და სულიწმინდა სამივე პიროვნება ღმერთია სულიწმინდა შეგიძლია ენო ისა ნეო რო ამიხსნა სულიწმინდა ის იგი აი ბიბლიიდან რომ მომიყვანო მაგალითი რას ნიშნავს სულიწმინდა ძმა მე მაინტერესებს შენ გეტყვი სულიწმინდა არის ღმერთი პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთია ანუ ღმერთი გადმოვიდა მტრედის სახით იესოზე კი სულიწმინდა ღმერთი გადმოვიდა კი და სულიწმინდა რომ რატო წერია მაშინ ბიბლიაში რატო წერია რომ ღმერთის მამოქმედებელი ძალა რომელიც რაზეც მიავლენს იმასაც საწერია რომ ღმერთის მამოქმედებელი ძალაა რავი შენ თუ შეგიძლია შენ ბიბლიაში მიპოვო აბა სულიწმინდა რას ნიშნავს სულიწმინდა არის ღმერთი და ვერანაირად ვერ იქნება უბრალოდ ძალა იმიტომ რომ ბიბლიაში წერია ესეთი აი მაშინ მომიყვანე მაგალითი ბიბლიდან ერთი წამი მაცადე გითხრა რატო ვერ იქნება მომისმინე ორი წამი სულიწმინდა წერია ესეთი რაღაც ნუ შეაწუხებთ სული წმინდას ეხლა კითხვას გისვამ რაიმე არაპიროვნული ძალა შეიძლება შეწუხდეს? ანუ როგორ წერია რომ ნუ შეაწუხებთო თუ უბრალოდ ძალაა? ხო. მაშინ უყურე ბიბლიიდან მომიყვანე ესეთი მონაკვეთი, სადაც წერია რომ სულიწმინდა შეწუხდა. ეხლა მოგიყვან ძმაო წაგიკითხო. ხო, მე დიდი პატივისცემით ვარ ძმაო შენთან და რა ვიცი. ყველა ნებისმიერ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი. აუ კაცრავა დიდი ბოდიში კითხვა მაქვს შენთან შეიძლება? კი, ეხლავე რაღაცა წავიკითხავ და ეხლავე ბოდიში. დასული ესეთი. ეფესელთა მეოთხე თავი 29 მუხლი. ვისაც საშუალება აქვს მიადგეს. ბოდიში ვერ გავიგენე. ეფესელთა მეოთხე თავის 29 მუხლი.
ეფესოელების, ხო? ხო, ნუ შეაწუხებთ წმინდა სულს ღვთისას, რომლიცაც აღიბეჭეთ და გამოხსნის დღისთვის. ეფესელთა მოიცა ახავიღე მეც მართლმადიდებლური ბიბლიას, მაიცალე ერთ. აი, ეფესელთა მეოთხე თავის 20-მე. დამელოდე დამელოდე ეფესოელები, ხო? ეფესელთა მეოთხე თავის 20-მე მოხდა. რომელი მოგიძებნო ახლა კაი, საერთოდ? მაიცალე ერთ უცებ ახალ აღთქმაშია თუ ისა გაქვთ ეს დიდი ბიბლია თუ გაქვთ ისა ეს კი, დიდი ბიბლია მაქვს მაგ. ხო 791 გვერდიდან იწყება ახალი აღთქმა და მერე არის სახარებების საქმენის და რაღაცა ეპისტოლეების მერე 700 რომელი? 700 რომელი? 791 გვერდიდან იწყება ახალი აღთქმა მაგრამ ეფესელთა მეოთხე თავი უნდა იპოვოთ თუ გინდა მე შევატრიალებ და აქედან წააკითხე მოიცა არა მეც მაინტერესებს უბრალოდ ახლა ბიბლია აქ იპოვე ასე გაიქეცი 791 ის ახალი აღთქმაა 791 გვერდიდან იწყება მათეს სახარება წერია მან და მერე მათეს სახარების მერე არის მარკოზი მერე ლუკა მერე იოანე მერე ეს ვიცი აი უნდა იპოვო მან ეპისტოლეებში ეფესელები მაცალე თვითონ ციფრი აღარ გახსოვს რომ მე რამდენიზეა? ციფრი არ გვერდი არ ვიცი რომელია ანუ აი ესეთი ბიბლია გაქვს მოიცა განახი აჰა ესეთი გაქვს აუ არ ჩანს აი ჯვარია ხატია კი ჯვარია ხატია ესეთი გაქვს მოციქულთა საქმეები არა საქმეები ესეთი გაქვს ხო ეგეთი აი მე გადავშლი მე რო არის წვალო მე წაგაკითხე აჰა და თუ ინდა და გეტყვი აი რომელი გვერდია ეხავე გეტყვი ახლა ხო მითხარი და ნახა მე თვითონ მაინტერესებს ეხავე მოიცაკ საძიებოშიც ნახა ახლა ეს არის გადაშალე გეტყვი ეხავე მოიცა 959 გვერდზე 959 კი ბატონო მაცალე 959 და 30 მუხლი წაიკითხე მან კი ბატონო 900 მე რამდენი 59 959 აუ ჩამეძინა მაცალე 951 კი ბატონო აუ ნარა მაგარი ტროი ეფესელთა რომელი ანუ აი მან 959 გვერდზე წაიკითხე 30 მუხლი აი ერთი ცალი 30 მესადე 30 კაი გაცნობ 30 თავი აგე ამიტომაც მიატოვებს კაცი მამას არა ეს არა კაც თავი მე რამდენი თავია ანუ თავი რა 959 გვერდზე რო გადაშლი მან არის 30 მუხლი აი მუხლებად ეს არ წერია მოიცა განახი შეგიტრია არა თავი რომელია იმით რომ მიხვდე რომ თავი მეოთხეა მაგრამ 959 გვერდზე ერთი თავია მარტო აქედან იწყება მეხუთე თავი და აღერ არის 30 და ნუ შეაჭირეთ წმინდა სულს ღმერთისას რომლითაც აღიბეჭდნენ გამოხსნის დღეს ანუ ნუ შეაჭირვებთ სული წმინდასო და ანუ თუ შენ როგორ შეაჭირებ ანუ შეაჭირებ შეაწუხებ იგივე ხო შეაწუხებ ნუ შეაწუხებო სული წმინდასო და თუ შენ როგორც რაღაცა ძალან მოვდი ძალა არ წუხდება გრავიტაციას ვერ შეაწუხებ მაგალითად წვიმას ვერ შეაწუხებ თუ ვინმე წუხდება პიროვნული უნდა იყოს ასე რომ სული წმინდა არის პიროვნული ღმერთი ანუ იმიტომ რომ ღმერთი სამი პიროვნული მიხდი ხო კი ბატონო ეს ნახეთ აი საინტერესო თავი მეოთხეს 30 მაცალე სალი კომაგი შეაჭირეთ თავი შედი კაი შეხედзах ნუ შეაწუხებ იეჰოვასო ხო კი ბატონო კაი რა თქმა უნდა ეს პატარა შეკითხვა მაქვს ტატუები არა მსგავსი ეწევი ამ სასმელს ვაუ ოდიში ვერ გავიგე სულაც მაგრამ ანუ ტატუები ან სასმელს ვაუ ან ეგეთ ბილწ რაღაც სახები ანუ ტატუ არ მახარსა და სასმელი დიდად არ მიყვარს მაგრამ აი ხანდახან შეიძლება დავლიო ხო მოსაწევის პონჩი გეუბნები არა ანუ აი სვამ დაბადების დღეზე აი რაღაცა 1000-ში ერთხელ რა სასმელს და ისე ხო ტატუ არ მაქვს მე თვითონ პირადად მაგრამ ვინმეს თუ აქვს რა ვიცი არ არის პრობლემა ჩემთვის
ნეო რა მაინტერესებს კიდე შენგან მეგობარო ხო აი მაგალითად ახლა კაი ეს გასაგებია ძმაო და არ მოვდივა შენთან წინააღმდეგობაში რა რაც მაინტერესებდა მეც მაგაგები ბიბლია ქრისტიანული მართლმადიდებლური ახლა მაინტერესებს შენი აზრი და რა ვიცი აი თუ რა ვიცი ერთ აზრამდე თუ მივალთ ჩემი საზრით მე ამას ვფიქრობ რა ვიცი არის თუ შეიძლება თუ არა ჩვილი ბავშვის მონათლა აი ზოგადად მე ვიცი რომ ჩვილი ბავშვის მონათლა ზოგადად ბავშვმა რომელმაც არ იცის არც თეთრი არც შავი ჩემი საზრით არც უნდა მოინათლოს რა ვიცი რას მეტყვი შენ ამასთან დაკავშირებით ანუ ჩემი აზრით უნდა მოინათლოს მაგრამ თუ ამას არ ეთანხმები მე არ მაქვს არანაირი პრობლემა ამ შემთხვევაში ანუ ჩემი აზრით ეს არ არის სოტეროლოგიური საკითხი მოდი მაშინ რაღაცას ვიტყვი ერთი წამი ბოდიში ნეო ძამი უყურე მე ერთ რაღაცა მინდა თქვა უყურე ნათლობა რას ნიშნავს ზოგადად ნათლობა არის ოდესაც შენ ადამიანი ძველი პიროვნება კვდები წყალში ჩაძირვით და წყლიდან ოდესაც ამოდიხარ იმისთვის რომ ღმერთს უძღვნითხარ თავს ყვასია ოღონდ ვერ დაგეთანხმები სრულად და გეტყვი რატო ნახე მაგალითად მე მიუხედავად იმისა რომ მორწმუნე ვარ ხშირად ჩემს ხშირად ვწოდავ და ადრე რასაც ვაკეთებდი ცუდ რაღაცებს იმას ვუბრუნდები ცოდვა გასაგებია ძმა მაგრამ უყურე ნათლობა ახალკაცად გახდომ არის რეალურად იდენტობის მიღება ანუ რწმენა ქრისტეში და შეიძლება მოინათლო, მაგრამ მორწმუნე არ იყო ხდები, ანუ შეიძლება მოინათლო. ეგრე როგორ ძმაო, ეგრე როგორ, უყურე ნათლობა იმას ნიშნავს, უყურე წადით, მოიმოწაფეთ ხალხი და დამოძღვრეთ ისინი და მონათლე მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ხო ყვასი ეს. ანუ მამის სახელით, ძის სახელით და სულიწმინდის სახელით. კი ბატონო, ნახე, საქმე რაშია, მანდრო ზოგადად ანუ მანდარი ორი ნათლობა გამოსაყოფი, ჭეშმარიტი ნათლობა და ფორმალური ნათლობა. ჭეშმარიტი ნათლობა არის, როცა ანუ ნათლობის ეფექტი საბოლოოდ ანუ ის რომ ადამიანი მორწმუნე გახდეს, ანუ მორწმუნე ხდება რა და ანუ რწმენით, ანუ სულით მოიცა, ანუ როგორ ახლა ორი ნათლობა როგორ ეგე ხალხი ნათლობა და იოანეს მესამე თავია, მეხუთე მუხლია, ეგ შეგელია გადაამოწმო, ანუ იესო ამბობს რომ ადამიანი უნდა მოინათლოს წყლისა და სულისგან. აი სულისგან ნათლობა არის ჭეშმარიტი ნათლობა, იმიტომ რომ წყალს რეალურად იესო სულსაც ადარებს მისი გამწმენდელი იმის რა ქვია მახასიათებლის გამო, ხო? ცოცხალი წყლის დინარეები იდინებენ მორწმუნეებისგან, იმიტომ რომ ისა და სულიწმინდაზე ამბობდაო ამასო. და სულისგან მონათლა, ანუ სულიწმინდისგან ნათლობა რეალურად ნიშნავს ჭეშმარიტი იდენტობის მიღებას, რომ ღმერთმა შენ გამო თავი გაწირა, შენი ცოდვები იტვირთა საკუთარ თავზე და გადაგარჩინა. ეს არის სულში ნათლობა, სულიწმინდაში. ამიტომ გითხარი რომ ანუ შეიძლება ახლა ადამიანი უყურე ბოდიში ძამი უყურე ნეო ახლა ამასთან შედარებით რისი თქმა მინდა იცი აი ვერ მივალ ამ შენთან ურთიერთგაგებაში უყურე იმიტომ რომ ორი ნათლობა მე არ მესმის მა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ნათლობა არა ნახე ორი გაგები ნახე აი მომისმინე იესო ამბობს აი მესამე თავში შახედე იოანეს რასაც გეუბნები ნახე მესამე თავია იესო ამბობს რომ ადამიანი უნდა დაიბადოს წყლისა და სულისგან ანუ სულისგან უნდა იშლოს ხო და სულისგან ხო ანუ ორი რაღაცა ღმერთს რა ქვია ქვის ღმერთს ქვია ანუ სახელი ანუ თვითონ რაც ღმერთის არსს აღნიშნავს ანუ არსის აღნიშნული სახელი არის იაჰვე და ანუ პიროვნულად ღმერთი ანუ რომელიც გამოგვეცხადა ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა არის იესო არა, ეგ არის მისი შვილი, ღმერთის იეჰოვის შვილის იესო. კარგი, რა მაინტერესებს? რა ქვია, რა შეთანხმება დაგვიდო იეჰოვამ ღმერთმა, როცა თქვა, რომ მე თქვენ იმას გიდებთო, რა ქვია, შეთანხმებას გიდებთო, როდესაც ცაზე იწვიმესო და სისარტყელა გამოვაო. ხო, სისარტყელა გამოვა იყო იმისთვის, რომ წარღვნას აღარ მოავლენ და ღმერთი ეგ შეთანხმება, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა ორი წამი ნახე. როცა ამბობ რომ იესო არის ღმერთის ძე და ღმერთი არ არის, ეგ როგორი რაღაცა იცი რომ მე რო ვთქვა რომ ჩემი შვილი ადამიანი არ არის. ანუ მე არა ღმერთი არის იეჰოვას შვილი არის იესო ქრისტე. აი ღმერთის ონტოლოგიური შვილი, ღმერთის გარდა რა არსება იქნება? აი სპილოშვილი რა არის? აი სპილოშვილი რა იქნება? ბოდიში ძამი ერთი წამი იგი რა ქვია რაღაცა. იმიტომ რომ თან ნახე რაღაცა ნახე ესეთი თემა რა, აი თან შეიძლება გადაამოწმოთ ეგ რომ მალაქიას მესამე თავის მეექვსე მუხლია, ანუ პირდაპირ წერია რომ შეიძლება ისა ნეო შეიძლება არა მეც უყურე რაღაცას გეტყვი ძამი უყურე მე ახლა დღესდღეობით მეც ვიკლებ არა მეც ვიკლებ ძმაო და რაღაცა მაინტერესებს უბრალოდ ანუ შვილი
უცებ ვიტყვი. ეს მესამე თავის მე-6 მუხლში წერია, რომ ღმერთი არის უცვლელი არსება, ანუ არ იცვლება, შეუძლებელია შეიცვალოს და ღმერთზე თუ ამბობთ, რომ მარადიული მამა, ანუ მამაა და მარადიულია და უცვლელია, მაშინ მარადიული უცვლელი ძე უნდა არსებობდეს ამავდროულად, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ მამა არ ყოფილა სულ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის მამა მას შემდეგ გახდა, რაც ვინმე შექმნა და ეგ არის ლოგიკურად შეუძლებელი. ღმერთი თუ მარადიულია და მამაა და უცვლელია, მარადიული უცვლელი ძეც უნდა არსებობდეს თანადროულად. იმიტომ რომ მაშინ მამა მაგრამ ხო შეიძლება კაცო რომ შეექმნა მე ძეც. თუ შეექმნა, მაშინ შეიცვალა, ანუ გამოდის მამა არ იყო და მამა გახდა და ეგ შეუძლებელია. მალაქიაში წერია, რომ ღმერთი არ იცვლება, უცვლელია. შეუძლებელი თუ ზენაისი არის და ნახე აი იმიტომ რომ ზოგადად ცვლილება არის დროით კატეგორიაში აი მაგალითს მოგო ნახე მაგალითად მე ხან ცუდად ვიქცევი ხან კარგად ხან ვიღაც ისა რა ქვია მიყვარს ხან არ მიყვარს ხან ამას ვაკეთებ ხან იმას იმიტომ რომ დროში ვარ ვიცვლები მაგრამ ღმერთი არის დროის გარეთ და ზოგადად დროის გარეთ ცვლილება არის ლოგიკურად შეუძლებელი ანუ დროის გარეთ არაფერი მაშინ უღურე რაში ვერ მოვდივარ იცი უღურე თუ ასე არის რომ იესოს მამა ყავს ესე იგი რა გამოდის ანუ ყურე ისი თქმა მინდა ანუ მამაზე დიდი რა თქმა უნდა შვილი ვერასდროს ვერ იქნება ხო ასეა თუ თავად მამა არ გადაწყვიტა ხო ასეა დიდი რა გაგებით რა გაგებით და რა ვიცი ახლა უღურე მან თუ არის აი იესო გადაგებდა ღვთის სამეფოზე და თვითონ მამაზეც და რა ვიცი აი ყველა იმ სამეფოზე რომელიც უნდა მოსულიყო დედამიწაზე და რომელიც ბოლოს და ბოლოს დამყარებს მშვიდობას ხო რა ვიცი ანუ მაგრამ ნახე რაღაც კითხვას დაგუსვა მარტივად მინდა რომ მიხვდე მე და მამა შენი აზრით არსობრივად თანასწორები ვართ თუ არა ვერ გავიგე რა მითხარი? მე და მამა ჩემი არსობრივად თანასწორები ვარ ჩემი აზრით. ჩემი ბიოლოგიური შეიძლება რაღაცა თვისებები გქონდეთ, მაგრამ თანასწორნი ვერ იქნებით რა თქმა უნდა. თანასწორები შენ თუ ვიძახი რომ მე და მამა ჩემი თანასწორები არ ვართ არსობრივ დონეზე, მაშინ მამა ჩემი უფრო მეტად ადამიანია ვიდრე მე? ანუ ორივე კიდე გეტყვი. ანუ ერთი არსი არ ვარ. არა, უღურე მომისმინენეო, ჩვენ ღმერთისგან ანუ ხატება და მსგავსებად ხო არ შექმნილები, მაგრამ უღურე რა მინდა რომ თქვა ახლა შვილი მამაზე დიდი ვერ იქნება თუ გარდა იმისა რომ თვისებები რომელიც აქვს მამას ხო ეს თვისებები გააჩნდა თეფარიზახი თანასწორია მამის თანასწორია იესო იმიტომ რომ თანასწორი რა თქმა უნდა ვერ იქნებიან ზვა ახლა აი შენ მაშინ ნახე აი დაუკვირდი რას გეუბნები შენ თუ ვიტყვი რომ მე და მამა ჩემი არსით ანუ არსი ხო იცი რასაც ნიშნავს ბუნებას თვისებების მე და მამა ჩემი არსით თანასწორები თუ არ ვართ მაშინ მამა ჩემი უფრო მეტად ადამიანია ვიდრე მე რანაირად ორივეს ადამიანური ბუნება არ გვაქვს ანუ ორივე ხო ერთ კატეგორიაში გავდივართ ანუ მე ხო ციყვი არ ვარ მე ციყვი არ ვარ არც სპილო არ ვარ მე ვარ ადამიანი მამა ჩემიც არის ადამიანი მაშინ არსობრივად თანასწორები ვართ არსით ყველა თანასწორია ადამიანებში ესეა და კი ეს რა თქმა უნდა კაცო მაგრამ თუ იესოზე იტყვი რომ ანუ იესოზე თუ იტყვი რომ ონტოლოგიურად ძე არის ღმერთისა იძახი რომ ღმერთია იმიტომ რომ იესო არის მარადიული მამასთან ერთად ანუ ღმერთის თანაარსი ხო მამამისთან ერთად იყო კი რა თქმა უნდა მასთან ერთად შექმნა ყველაფერი არ შექმნილა ყოველთვის არსებობდა იმიტომ რომ ღმერთია ხო მეთქვა არა შექმნილა როგორ არ შექმნილა კაცო იესო თუ შეიქმნა მაშინ მამაც არ ყოფილა ხო მაშინ უყურე არო არ შექმნილა მეთქვა ხო იესო რომ არ შექმნილა იესო რა თქმა უნდა შეიქმნა კაცო და მე იესოსთან ერთად სხვა მრავალი იესო თუ შეიქმნა მაშინ გამოდის რომ ღმერთი სანამ იესო შექმნიდა მაგამდე მამა არ იყო ხო იმიტომ რომ არავინ არ იყო როგორ არ იყო კაცო მამა იყო და ვისი მამა იყო და მე შეიქმნა სხვა მრავალი კიდე კაცო იესო სანამ შეიქმნებოდა როგორ შენ ამბობ ვისი მამა იყო ღმერთი ვისი მამა იყო ხო ღმერთი არსებობდა. ღმერთის სული იყო, კაცო, არავის მამა არ იყო და იესო შექმნა, მომისმინეთ, მე როგორც მესმის ისე გეტყვი ახლა და რა ვიცი. ხო, მაგრამ შეხედე 2 წამი 1 წამის გეტყვი. ეხლა აი ამას ეცადე, ანუ ლოგიკურად იყო თანმიმდევრული. ღმერთზე იძახი რომ მამა და გჯერა რომ მარადიულია და გჯერა რომ უცვლელია. თუ არ გჯერა მალაქიას თავის მე-6 მუხლი წაიკითხე, მე არაფერს უარში არ ვარ. დროის გარეთა. ღმერთზე თუ გჯერა რომ მარადიული მამაა და იესოზე იცი რომ შექმნილია. სანამ იესო შეიქმნებოდა, ვისი მამა იყო მაშინ? მოდი მაშინ ასე უღურე მომისმინე. ღმერთმა თავდაღურე ყველაფერი წესის მიხედვით ხო შექმნა, კაცო. ვისი მამა? და მე ბოლო შექმნა ადამიანი, ხო ასეა? ვისი მამა იყო? რა გამორიცხულია რომ პირველი ანგელოზი იესო ყოფილიყო და მე იესოსთან ერთად სხვა ანგელოზი შექმნილი. გამორიცხული, იმიტომ რომ კითხვა ჩდება, ვისი მამა იყო იაჰვე სანამ იესო შეიქმნებოდა? ვისი?
ვისთან მიმართებაში იყო? ეს ბიბლიაში არცად არ წერია ხა ვისი იყო კაცო. ნახე, ანუ იმიტომ რომ მან შექმნა და მერე წამოვიდა ყველაფერი. ბიბლიაში წერია რამდენიმე რაღაცა, ჩვენ ხო გვაქვს დედუქციურად წერილს უნდა. ნახე, ბიბლიაში წერია, დაუშვათ. ბიბლიაში წერია, რომ მკვლელობა ცუდია, ხო დაუშვათ. და მაგრამ რა თქმა უნდა. მე რო გადავცხრილო პული მივოტით ვინმე და რო თქვა რომ ბიბლიაში არ წერია რომ პული მივოტით ის ცუდი. არა, მკვლელობაზე წერია, ანუ დედუქციურად დასკვნა გამოგაქვს. ეხლა შეხედე, ნახე, ბიბლიაში წერია რომ ღმერთი არ იცვლება. ანუ მესამეს მეექვსე არ იცვლება და ღმერთზე ვიძახი ჩვენ რომ მამა იყო და თუ ვიძახი რომ იესო შექმნილია სანამ იესო შეიქმნებოდა ვისი მამა იყო მაშინ მამა რანაირად იყო აი ეს ამიხსენი ჩემს გონებამდე არ დადის და ნახე რომ ბიბლიაში წერია რომ მამა იყო აი შეხედე აი მალაქია სანამ შექმნიდა ანუ ყურე სანამ შექმნიდა მანახე ის მუხლი სადაც რომ იყო მამა აი ეხა წაგიკითხავ რაღაც მუხს აი და შენს მიადევნე თვალი კაი მეგობრებო აი არ გინდათ ეს შეურაცხყოფილი იგენი და შეურაცხყოფა არ მიაკელეთ ეს ადამიანი ეს არის ერთმანეთის აზრების გასვლა თორე შეურაცხყოფა და იგენი რა გინდა თან ანუ ჩემს კაც რამდენი ხანია ლაივში უყურებთ და პროსტო აი შეურაცხყოფი და იმით მოდიხარ არ შეიძლება ხალხი მეგობრებო ისა რა ქვია არ მიაყენოთ შეურაცხყოფა იმიტომ რომ ისა კაი ადამიანია და ისა მე მიყვარს პატივსცემ და შესაბამისად ჩემი თხოვნაა რომ რაღაცა კომენტარებში ეს რა ქვია რა შეურაცხყოფა არ იყოს აზრი დააფიქსირეთ შეურაცხყოფის გარეშე მოიცან ეხლა რომელი ადამიანები ვარ და შეიძლება სიტყვაში რაღაცა შეგვიშალოს მაგრამ არ შეიძლება ეს თქვენი კომენტარების რო უყურებ ბევრჯერ შევსწრები ვარ რამდენ ხანია ნეოს უყურებ და პროსტო არ გინდათ რა ხალხო ესეთ რაღაც ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული უნდა გაგაჩნდეთ ხალხო ბოლო რამდენი ხანია უყურებთ ნეოს ეს არის 703 გვერდზე გადაშალე. სად? 703 გვერდზე. რომელი ისა, რა ქვია ბიბლიის? შენ აი წეგანაც ქონდა გადაშალე. მოიცადე არ მალაქიას? მალაქია. მალაქიას მოიცადე ერთამს მალაქია. აუ თვითონ გვერდი 900 რომელი იყო? არა 703 ვთქვი, მაგრამ მე მგონი ორი წამი რაღაცა ის. არა, თვითონ მალაქია რომელი იმაზე იყო რიცხვზე? გეტყვი, მალაქიას მესამე თავის მეექვსე მუხლია. მოიცა ეხლა მალაქიას მესამე თავი მესამეს. პირველი მაყაბელების წერია ეთყობა არეული არის ისა სათვალავია ფილმში. პირველი მაყაბელი არის სწორად არის ჩანიშნული რა. ეხლა ვსო მოკლედ ისა ხო არასწორად ისა 703 გვერდზე რო გადაშლი ისა მალაქიას მესამე თავის მეექვსე მუხლი წაიკითხე ხმამა 700 მე რამდენი 704 გვერდზე 704 გვერდზე მეოთხე 704 ნახავ მესამე თავს და მეექვსე მუხლი წაიკითხე ხმამა მეექვსე მუხლი ერთი წამი მაცალე 700 მესამე თავი 703 მეოთხე გვერდი მეოთხე გვერდი მესამე თავი პირველი მალაქია. აქ არია, არა, პირველი მალაქიას. მეოთხე გვერდი. პირველი მალაქია რა იქ მალაქია ასო. ანუ პირველი მალაქიას პირველი თავი? არა, მესამე თავი. აი მე ხა მალაქიაზე ხო. თავი მეორე და თავი მესამე თავი. თავი მესამე. მესამეს მეექვსე მუხლი წაიკითხე ხმამაღლა. მისი შიშით დადგნენ უძულოები. სხვას კითხულობ. მეექვსე მუხლი, მესამე თავის მეექვსე მუხლი. მესამე თავის თავი მესამე. რომა გვერდზე გადაშლე. პირველი მაკაბელთა რა დგინდა კაცო პირველი მაკაბელთა სხვა წიგნია. აბა 704 გვერდი, ეგ 705 გვერდია მაკაბელთა. 704. მეექვსე მალაქი, ხო. რადგან მე უფალი არ ვიცვლები. თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო. ანუ უფალი ამბობს რომ არ იცვლება. ანუ შეუძლებელია ღმერთი შეიცვალოს რა. ანუ მალაქია სწავლის მასალა. ეხა შეხედე. შენ თუ იტყვი რომ იესო ღმერთი არ არის და ღმერთმა შექმნა იესო, ან მაშინ გამოდის რომ ღმერთი მამა მაშინ გამხდარა როცა იესო შექმნა და იქ შეუძლებელია ღმერთი უცვლელია. შესაბამისად ღმერთი ყოველთვის მამა იყო და ყოველთვის მამა. მოიცა კაცო, მოიცა. ძმა, უყურე შენ ახლა სხვა რაღაცაზე ლაპარაკო კაცო. ღმერთი თუ უცვლელია ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთმა თუ რაღაცა შექმნა, ესე იგი რა გამოდის, ანუ მის უცვლელობაში პრობლემა ჩნდება თუ რაღაცა შექმნა? აი რაღაც კითხვა მაქვს შეთან მამა ხარ შვილი ყავს? კი მყავს შვილი კი. როცა შვილი შეგეძინა, მაგ მომენტში ხო გახდი მამა?
კი. ხო ნიშნავს რომ შეიცვალე. ანუ რაღაცა ცვლილება მოხდა შენში, ხო? მამა არიყავი და რაღაც არიყავი და რაღაც გახდი, ხო ესეა? ხო. ბიბლიაში წერია რომ ღმერთი არის უცვლელი, ანუ შეუძლებელია რაღაც. ბიჭო ეს მე უყურე მამა თუ გახდა ღმერთი, ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის იმას ეწინააღმდეგება, კაცო, ეს საიდან მოიტანა? მომისმინე რაღაც არისო და რაღაც გახდა. ანუ შეიცვალა, გესმის? და წერია რომ არის. და ბიბლიაში წერია რომ ღმერთი რადაც უნდა იმად იქცევა, ხო ასეა? ღმერთი არ იცვლება, ანუ ცვლილება არ ხდება ღმერთში. პიროვნული. ბიჭო, ეს უყურე ცვლილებას არ არის, ძმა, ეს შეიძლება ღმერთი რაღაცა შექმნა. ეხა მინდა რომ აღიხსნა როგორ არალოგიკურობას იძახი. შენი ძახი რომ კი არ ვიძაბები, ძმაო, ისა განიკუს, კი არ ვიძაბებით, კაცო. არ მიახციო კომენტარებს ყურადღება, ანუ მე საერთოდ არ ვკითხულობ კომენტარებს. შეხედე, ანუ შენ თუ იძახი, ჩვენ თუ თან ხვდებით და ბიბლიას არ შევეწინააღმდეგებთ, თან ხვდებით რომ ღმერთი არ იცვლება, მაშინ შენ თუ იძახი რომ მამა არ იყო ღმერთი და მე გახდა მამა ანუ გამოდის რაღაც არისო და რაღაც გახდა და ეს არის ლოგიკურად შეუძლებელი. ანუ ღმერთი უცვლელი. მიხვდი ხო? რატო, ბიჭო, უყურე, უცვლელობაში შეიძლება სხვა რამე შეიძლება შედიოდეს, თორე ღმერთი თუ მამა გახდა, ამაში ცუდი რა, უცვლელობა რას ნიშნავს, გასო? არ შეიცვალა, ანუ რაღაც არისო და რაღაც გახდა, არ არის ცვლილება? ბიჭო, ეს სხვა რაღაცაა, მაგრამ უცვლელობა შეიძლება სხვა რაღაცასთან იყოს, გასო, შედარება. არა. წერია პირდაპირ არ იცვლება. ანუ არ იცვლება, ორი ვარიანტი. ბიჭო, არ იცვლება, შეიძლება სიყვარულიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცაზე, მაგრამ მამა თუ გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის უზენაესობაზე იცვლება და რაღაცა, კაცო. ცვლილება მამა არისო და გამხდარა, შეიცვალა, აღარ არის ღმერთი. ანუ ეს რაზე იძახის გასაგებია, კაცო, მაგრამ თუ უყურე, თუ მომისმინე, თუ მამა გახდა, რას ქვია, კაცო, ეს სხვა რაღაცაა, ეს არ იცვლებაში ეს სხვა რაღაცა. მეგობრებო, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავიგოთ, რომ მამა რო გახდა, ამას იძახით თქვენ. ანუ იძახით რომ ღმერთი მამა გახდა, როცა იესო შექმნა. მაგამდე არავის მამა. უყურე, მამა რო გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის უზენაესობასა და მის ღმერთობაზე უზენაესობას კი არა, გეკითხები, შეიცვალა თუ არა? ბიჭო, შეიცვალა ის რომ მამა გახდა, მაგრამ უყურე, ეს იმას აი შეხო იძახი რომ იეჰოვა ღმერთი არ იცვლებაო და რაღაც და ხო იძახი რომ შვილი შეეძინა და შეიცვალა. კაი, ერთ კითხვას დაგისმენთ. კაი, მაშინ იეჰოვა ღმერთი როგორ გახდა მამა? თუ ღმერთი არ მიკარებულა ქალს? მეგობრებო, აი ეხლავე აღიხსნით მაგას. აი ეწამ მაცადეთ ერთამ. ნახეთ შვილი რო შეეძინა ამას მე კი არა თქვენ იძახით და უბრალოდ ამით გაჩვენეთ როგორი არალოგიკურია ეგ პოზიცია. მე იმას კი არ ვიძახი რომ რა თქმა უნდა შვილი შეეძინა. არა, ღმერთი შვილი კი არ შეეძინა. ღმერთი არის სამი პიროვნება. მამაც ღმერთია, ძეც ღმერთია და სულიწმინდაც ღმერთია. სამი პიროვნებაა ერთი ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთი ვერ იქნება მამა, მარადიული თუ მარადიული ძე არ არსებობს. ასე რომ მან მამა და ძე სიტყვები ტერმინები არის ურთიერთობის აღმიშველი სიტყვები. ეს არ ნიშნავს რომ ჯერ მამა იყო და მერე ძე გააჩინა, არა. აი, მოდი, მაშინ მოდი. ნეო, ბოდიში ნეო, მაშინ მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი, ძმა. კაი, უყურე, არ შექმნილა სიტყვაზე იესო ქრისტე და შეიქმნა სხვა მრავალი, მოიცა, შეიქმნა სხვა მრავალი ანგელოზი. როგორ შეიქმნა? კი ბატონო, ანგელოზი შეიქმნა, კი არა. ღმერთმა შექმნა, ანუ ანგელოზები. კი ბატონო. მაშინ თუ ამაზე მოდიხარ, რომ ღმერთმა ანგელოზი შექმნა, მაშინ რა გამოდის, რომ იესოც შეუქმნია, ხო ასეა? არა, საიდან მოიტანა? იესო ანგელოზი არ არის, ღმერთია. იქა ასეთი ბიბლია პროსტე ეს მოხლი არ მახსოვს. მე ვარ ალფა და ომეგა რომ როგორ არის იქ როგორ იესო რო ამბობს. ხო, მე ვარ ალფა და ომეგაო, იესო ამბობს პირველი და უკანასკნელიო და ძველ ხმაში მაგას ამბობს იაჰვე. მე ვარ პირველი და უკანასკნელიო. ანუ იესო ღმერთი. ხო, ანუ რა შეგლია რომ ამაში ახსნა შედარება რომ გავუკეთო თავის და იესო რო ამბობს. ანუ პირველი და უკანასკნელი ნიშნავს ღმერთს. ანუ თვითონ ტერმინი პირველი და უკანასკნელი არის მარადიულობის აღმოჩენის. ო, ანუ უყურე, რა მინდა იცინეო, იესოს დედამიწაზე ჩამოსვლა იმას ემსახურებოდა რომ იესომ უყურე, მამაც გააცნო ხალხს და იმ სამეფოზეს გააცნო, რომელიც უნდა მოსულიყო ამერტივის სიტყვები. მე გეტყვი რა ემსახურებოდა იესოს ისა რა ქვია ჩამოსვლა. ეხლა შენ მახამდე რა ხენ იცი რომ შენ თქვი რომ იესომ თქვა მე ვარ პირველი და უკანასკნელიო და მე მაგით მინდა დაგანახო რომ იესო ღმერთია. ეხლა წაიკითხე ესაიას. აი ეს მინდა ძმა მანახე. ესაიას 44 თავის მე-6 მუხლი შეგიძლია წაიკითხო. აუ გოჩვენა.
44 თაო. ესაიას. აი შენ წამიგითხე ნეო, შენ წამიგითხე. ნახე, ასე ამბობს უფალი ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი ცაბაოთ უფალი, მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. და იესო ამბობს ესა გამოცხადებაში, მე ვარ პირველი და უკანასკნელი. თუ აგერ წერია რომ იაჰვე ამბობს რომ პირველი და უკანასკნელია და მე იესო იმეორებს რომ პირველი და უკანასკნელია, იესო მიყოფილა. იესო ყოფილა იაჰვე. ანუ იესო არის იესო რატო მოვიდა? როცა ამბობს გეტყვით იესო რატო მოვიდა? ერთ ეს იესო იმიტომ მოვიდა რომ ჩვენ ვართ ყველანი ცოდვილები და ყოველდღე ვცოდავთ. და ცოდვის საზღაური სიკვდილია, მაგრამ ღმერთს იმ დონეზე უყვართ რომ ჩვენი სასჯელი იტვირთა საკუთარ თავზე. ანუ კოსმიური ბავშვზე ძალადობა კი არ მოხდა, ბავშვი შექმნა ვიღაცა და ბავშვზე იძალა და ღმერთმა არა, თვითონ ღმერთი ჩამოვიდა, თავისი ადამიანური ბუნებით ჩვენს გამო თავი გაწირა და თავისი უსასრულო სიყვარული გამოგვიცხადა და ერთ რამეს გეტყვით კიდე. თქვენ ცოლქმარი ხართ ხო ამ შემთხვევაში? მე დაწუნებული ვარ რომ ანუ აი მაგალითად შენ ძმაო, შენი მეუღლის გამო თავს გაწირავ რა და ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება, ხო? ეხა ვინმე შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადრე იყო რომ სხვებს წირავდნენ და ამით რაღაცა პატარა, მაგრამ იესომ ყველაზე დიდი კი, იესომ ყველაზე დიდი იგი გამოსასყიდი გაიღო კაცობრიობა გამო. გავიგე უცებ გეტყვი. მასადა ნახე, შენ მეუღლის გამო თავს იმიტომ წერო რომ გიყვარს და თავგანწირვა არის სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლინება. მაგრამ მანდარი ერთი რაღაც რომ სიყვარული რადგან სათნოებაა და ღირებულება, ესე იგი ვისგან მოდის? რა თქმა უნდა, მოდის ღმერთისგან. ესე იგი ეს ნიშნავს რომ ღმერთი არის ყველაზე დიდი სიყვარული. ანუ ჩვენი სიყვარული არაფერი არ არის მასთან შედარებით, ხო? ჩვენ მისგან ვიღებთ სიყვარულს. ასე რომ ღმერთი თუ ყველაზე დიდი სიყვარულია და სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლინება თავგანწირვაა, რასაც იესო ამბობს, ხო, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ერთი ადამიანი მეორეს გამო თავს რო დადებსო. ღმერთი თუ ჩვენ თავს გაგვაცნობდა რას იზამდა, თავს გაწირავდა ჩვენ გამო, იმიტომ რომ თავგანწირვა არის ყველაზე დიდი სიყვარული. ასე რომ ყველაზე სიყვარული, რადგან თავგანწირვაა, ყველაზე დიდი სიყვარულის გამომავლინებელი ვინც იქნება თავად ღმერთი და არა ვიღაც შექმნილი არსება. ასე რომ იესო არავის არ შეუქმნია, ღმერთია და სხვადასხვა იოანეში პირდაპირ წერია. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. და მე წერია სიტყვა იქცა ხორცსა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. ანუ იესო, ანუ სიტყვა რომელიც ღმერთთან იყო, ღმერთი იყო ამავდროულად, ანუ იესო ღმერთია და რა თქმა უნდა ყოველთვის იყო. მე ასევე წერია ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შეიქმნა, რაც კი შეიქმნა შესაბამისად, რა თქმა უნდა ვეღარანაირად ვერ იქნება ხმელები. კი, ასე წერია, კი, გეთანხმები. მოდიეთ რაღაცა ერთი წამი, კიდევ ვიმჯელოთ, ნეო, არა პრობლემა, ზმაო, მე შენთან სკოლის სოლიდაგულით გისმენ, ზმაო და ხედა, მაგრამ აი ეგ ხახმა დაწერა რომ იეჰოვას მოწმეები არიანო და რაღაცაო. ყველას გაუმარჯოს კაცო თავისი ცხოვრებით, მაგრამ ხალხო, რა გინდათ ესეთი კომენტარები? თუ ადამიანთა რაღაცას ვარკვევდა რაღაცა ესეთი დამაკლინებელი კომენტარები რა გინდათ? რამდენი ხანი ამ ადამიანს უსმენ თქვენ? იცი რატო წერენ რომ იეჰოვას მოწმეები მაგას იძახიან რომ იესო შექმნილია და მაგიტო. ანუ ეს არის ახვია. და ეგ ძალიან გასაზრებელია რომ იესო თუ ღმერთი არ არის ისევ დაღუპული ადამიანი, ჯერ კიდე დაღუპულია, იმიტომ რომ ერთხელ მაშინ ნეო, მოდი რაღაცას გეტყვი ძამი, რაღაცას გეტყვი და აი მე ორი ბიბლია მაქვს ძმაუს სახში, ორი ბიბლია ბრატ. კი, რაღაცები, მუხლები, სიტყვები, რაღაცა ცოტა ისეა, მაგრამ რაღაცა მინდა ვთქვა. ქართულ მართლმადიდებლურ ბიბლიაში და რუსულ მართლმადიდებლურ ბიბლიაში რატო არ წერია სახელი იეჰოვა? თუ შეგიძლია ეს რომ ამიხსნა. ანუ იცი რაში იყო საქმე, ისა რა ქვია, სეპტუიგენტაში, ანუ ძველ აღთქმას გულისხმობ, ხო? ძველ აღთქმაში რატო არ წერია? არ ვიცი, ძმა, უძველი იყო თუ ახალი იყო, არ ვიცი, მაგრამ მე ის ვიცი, ბოდიში, ნე ერთი წამი ძმა, უყურე, ერთი ის ვიცი, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ბიბლიაში სახელი იეჰოვა წერია, მაგრამ ქართულ მართლმადიდებლურ ბიბლიაში ეს ვერ ნახე. მომისმინე, ორი წამი, მომისმინე, ნახე. სახელი იეჰოვა, ანუ აქ მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლურ ბიბლიაზე არ არის, ბიბლია არის ბიბლია გასო. ანუ ამან არის თარგმანული. მაშინ თუ ბიბლია არის, მაშინ რუსულში მაცადე, აგიხსნა, მაცადე. ანუ ტექსტუალური ვარიანტია და არსებობს ძველი აღთქმის ტექსტუალური ვარიანტი, სადაც სიტყვა იეჰოვა წერია. ანუ არსებობს ეგეთი ტექსტუალური ვარიანტი და ახალ აღთქმაში იმიტომ არ წერია სიტყვა იეჰოვა, რომ ახალ აღთქმაში სიტყვა იეჰოვა არავის არ დაუწერია. ანუ ერთხელაც არ არის არც ერთი 27 ახალი აღთქმის წიგნში სახელი იეჰოვა და 70-ჯერ ჩაამატეს იეჰოვას მოწმეებმა. არსად არ წერია იეჰოვას სახელი ახალ აღთქმაში, ვერ ნახავ.
შეუძლებელია, იმიტომ რომ ბერძნულ ენაზეა დაწერილი და ბერძნულში არ არის ეგ სახელი, იეჰოვა არ არსებობს. იეჰოვა არის ივრითული სახელი, ანუ ტეტრაგრამატონზეა, ღმერთს მოსეს რო კითხა ღმერთმა სახელი, მაშინ უთხრა, ისიც ხმოვნები არ იწერება, ხო იცი იმაში ებრაულში თახმოვნები არის იაჰვე. TVH არის და ადონაის ხმოვნები დაამატეს უბრალოდ და გამოვიდა იაჰოვაი ესე გამოვიდა მე იაჰვე იეჰოვა და სხვა ვარიაცია და სახელში არ არის საქმე აქ თავარია იაჰვე ვინ არის იაჰვე ვინ არის ეგაა მნიშვნელოვანი და იაჰვე არის მამა ძე და სულიწმინდა თორე სახელში კი არ არის პრობლემა პრობლემა არის იმაში რომ იდენტობა აქვს იეჰოვას მოწმეებს არასწორად გაკეთებული იაჰვეზე თორე იაჰვე უბრალოდ ღმერთის აღნიშნული სახელია მეტი არაფერი მაგრამ მე ამ სახელზე ხო წერია ვინ სახელით მომიხმოს გადარჩება ხო მაგრამ ხო და ნახე ქრისტე წერია რომ ქრისტიანოს რასაც ითხოვ ჩემი სახელით მოგეცემათო და სახელი ნიშნავდა იდენტობას ამ შემთხვევაში თავარი ის კი არ არის რა სახელით მიმართავ ღმერთს თავარია ვინ არის შენი ღმერთი თორე შეიძლება რაღაცა ქვა დაიდო და ქვას აღმერთებდე და იესოს ეძახდე სახელი გიშველი სახელის თქმა აქ სახელში იგულისხმება არა მაგას არ ვამბობს ორი ახლა მე ჩვენ თავიდან სემანტიკა და ონტოლოგია არის რა არის არსებული რეალურად რა და სახელში არ არის საქმე თორე ეგრე მაგალითად აი შენცი მუსლიმებს წამს ალაჰის მაგრამ უბრალოდ ღმერთის აღნიშნული სახელია და არაბი ქრისტიანები ღმერთს ეძახიან ალაჰს. არაბი ქრისტიანი ვინც არის იესოს ალაჰს ეძახიან. მაგრამ ეს ანიშნავს რომ ორივე რო სიტყვა ალაჰს იყენებს ერთი და იგივე რამეზე კი არ საუბრობენ. ერთი საუბრობს მამაძე, ძეზე და სულიწმინდაზე და მეორე საუბრობს იმაზე რა ქვია ყურანის ალაჰზე. ანუ პრინციპი ეს აი მაგალითად ინგლისურში სიტყვა God არის ქართულად ღმერთია არაბულში ალაჰი რაღაცა ასე შემდეგ რა მოკლედ სხვადასხვა ენებზე მეგრულად ღორონთი და ასე შემდეგ ამ სახელში კი არ არის პრობლემა არის ვინაობა ვინ არის ღმერთი ვინ არის იაჰვე ამ სახელის უკან ვინ არის ხო სახელის უკან ვინ არის ზუსტად მაგას ვამბობ ეგ მაინტერესებდა ნეო პროსტო უყურე აზრების გაცვლა იმიტომ არის ხალხო უყურე ჩვენ როდესაც საკანე რაღაცას ვიკლებ და რაღაცა აზრებს ვსვლით ეს იმას ანიშნავს უყურე ბევრმა გვერ ადამიანმა იცი ეს ბუდისტია ეს ალაჰია აი ესეთი კომენტარები იყო გაიგე ეს იეჰოვას მოწმეა მოდი ჩავკოლოთ აი ესეთი კომენტარები იყო აქ ბევრი აი ხალხო ერთი რაღაცა მინდა გითხოთ აი რამდენი ხანი ამ კაცს უყურებთ თქვენ ლაივში და ეთანხმებით ბევრი ერთი წამი იმიტომ ძალიან ცოტა ადამიანი არა მოიცადეთ უყურე რატო ლაპარაკობ ამას ხალხო იცი რამდენი წელია კაროჩე ამ ადამიანს უსმენ თქვენ და კომენტარში თუ ვინმე რაღაცა დააშავა თქვენ ეგრევე ქვებით მიდიხართ ეს არ შეიძლება. რამდენი წელი ამ კაცს უსმენ და პროსტო ის ვერ ისწავლეთ, რომ მიმტევებლობა და ადამიანობა გაგაჩნდეთ, ხალხო. მე თუ ამ ადამიანთან მოიცა ბოდიში ნეო ერთი წამი ძმა პატივის გცემს ძმაო და ერთი რაღაცა მინდა ვსულო თქვა. უცოდველი არავინ არ არის თუ ადამიანი ამოდის ნეოსთან თუ ვინმე ერთი წამი დამასულ თუ ვინმე ნეოსთან ამოდის და რაღაცას აშენებს, ხალხო. ქვებით კი არ უნდა შეადგეთ, არამედ უნდა მოусმინოთ ის ადამიანი როგორ ლაპარაკობს. და ნეო, შინაასაც აგეთ ხო, მაგრამ ნახე, ანუ აქ ვინმე თუ დაწერა რომ იეჰოვას მოწმეები არის, ანუ შეურაცხყოფას კი არ გაყენებს, უბრალოდ იეჰოვას მოწმეები. არა, ნეო, ერთი წამი ბოდიში ძმა უყურე იეჰოვას მოწმეებს რომ ყოფილიყავი. ბევრმა თითის საჩვენებლად უყურე წაქეზება კი არ უნდა იყოს მაგ კომენტარებში ერთმანეთს. მართალია, კომენტარებში ქრისტიანი ასე არის. ეს ორი წამი გაგცემ პასუხს. კომენტარებში არ უნდა იყოს შეურაცხყოფა, გეთანხმები, მაგრამ ვინმე თუ დაგიწერა რომ იეჰოვას მოწმეები არიანო, იმიტომ დაწერა რომ იეჰოვას მოწმეების დოქტრინა არის ეგ რომ იესო ღმერთი არ არის და შექმნილია. გასაგებია, ნეო, შემო მისმინეთ მაგრამ თუდაც არა, თუდაც მე ბუდისტი რო ყოფილიყავი, უყურე შენ რამდენი წელია გისმენი? დაწერა ბუდისტი არისო, შეურაცხყოფა რატო არის? არა, ნეო, უყურე მე სხვა რაღაცას ვამბობს, მაგრამ უყურე თუნდაც მე იეჰოვას მოწმე რო ყოფილიყავი, ნახე ეს იეჰოვას მოწმეა. გაიგე? აქ უკვე უყურე როგორი კომენტარი მოდის, იცი? უკვე ცუდი რაღაცა მოდის, რატომ იცი? რატომ მოდის? მაგალითად მე ვიძახი მაგალითად იესო ღმერთია და ვიღაცამ რომ დამიწეროს, ნახე ეს ქრისტიანიაო, რატო ეს? არა, ნეო, მე რა მომისმინეთ, მაგრამ მიხვდები რა არის სიტყვა მინდა ერთი წამი ბრატ. უყურე ბრო მომისმინე აი დავუშვათ მე ვარ იეჰოვას მოწმე ან ბუდისტის დავუშვათ და მე ჩემ რაღაცას ვაწვევი გაიგე აი სიტყვაზე და მე შენ არ გისმენ მაგრამ შენ მიხსნი ხო ასეა უყურე ბევრი კომენტარი ისე მოდის აი შენს ლაივში ისე მოდის კომენტარი ხალხი უკვე 2 წელი 3 წელია შენთან არიან გისმენენ კიდევაც უი რა კაი ბიჭი ხარ უი მაგრამ
თვითონ ხალხი იმდენი აი ამდენი წლის განმავლობაში ის ვერ ისწავლეს რომ ადამიანი რომელიც თუ გინდა ბუდისტი იქნება მუსულმანი იქნება არა აქვს მნიშვნელობა კეთილგანწყობით უნდა იყოს ერთმანეთი კომენტარში გამოჩნდება ეს ყველაფერი გაიგე გავიგე მაგრამ შეხედე რო ამოვიდეს მუსლიმი და რო თქვას რომ წამს ყურანში აღწერილი ღმერთის ალაჰის და ვინმე დაწეროს რომ ეს მუსლიმი არისო ვინმე რო დაწეროს რა სად არის მან უურაცხყოფა ვინ დაწერა რამე ცუდი ანუ თუ ამბობ არა ურეძმა ყოფილა მე აი ხო ნეო ხო ურე მიხვდების მე ბერჯემ ნახე შენთან ლაივში კომენტარებში რომ კაცი რომელიც ამოყვანილი ყავდა და სხვა წმენის იყო ხო თვითონ კომენტარებში უკვე ისეთი რაღაცები მოდიოდა ძმაო იმ კაცის მიმართებაში რომ ამდენ წლის მანძილზე ის ვერ ისწავლე რომ კაცი რომელიც შენ ქადაგები და საუბრო ბევრ რაღაცაზე ბევრ სარწმუნოებაზე ლაპარაკობ კაროჩე ბევრსაც ეხები და კომენტარებში იმას ხედავ რომ ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას ეს არის ყველაზე დამაკლინებელი გაიგე ადამიანის დამცირება რა ამას ვამბობ თორე მეტი არაფერი რა მუშობაში ჩადიან არა მუშობას ყველა ბილსიტყვაობა ზოგადად არის ისა რა ხოია ბილსიტყვაობა ჩემთან ლაივში ზოგადად არ ხდება მიუთი ედება ბილსიტყვაობას და არ ვიცი ხა რა ვინმე თუ ეხლა რო ამოვიდეს ვიღაცა და მითხრას რომ იესო ღმერთი არ არის მამამ შექმნა და რაღაცა მეც პირდაპირ ვეტყვი რომ იეჰოვას მოწყვი ხარ თქო და ეგ შეურაცხყოფა არ იქნება ეგ სხვა რაღაცაა კაცო მე სხვა რაღაცას ვიძახი ძმაო შენ ურე შეურაცხყოფა მოგაყენე მე უხარი ყველას რომ არ მიაყენოთ მეთქი არავინ შეურაცხყოფა იმიტომ რომ ბიჭო ურე რაგინა ტაშის დაკვას კი არ ვიძახი ხალხო კაც რამდენი ხანია რამდენი წელია usment ეთანხმებით ყველაფერში და ბოლოს ის ვერ ისწავლეთ რომ კაც კეთილგანწყობით უნდა ესაუბრო და არა ისე კომენტარებში რაღაც დამაკლინებელი დაიგე ეს არ შეიძლება ხალხო ამას გიხსნით ეს ადამიანი ახალგაზრდა ბიჭი რამდენი ხანია გესაუბრება და იმას ვერ ხვდებით რომ თქვენი საუბრით აი ნახე ეს იგი არა ქვია მუსულმანია კაროჩი აი ესეთი საუბარი გაქვს ბევრი გასაღებია მადლობა ჩართვისთვის გულში ხარ ორივე ბიჭო ნეო კიდე რაღაცა მაინტერესებს ძმა ერთი წამი ხასა ჩავთავ ძმაოს ხო ბოდიში რიგი არა ერთი უცებ მითხარი მე პროსო არ ვიცი და მაგიტო გეუნები ძმა მაინტერესებს უბრალოდ კითხე და სხვა აი ენების არევა რატო გახდა საჭირო ეს მაინტერესებს არ ვიცი და ანუ ენების არევა ნიშნავს რომ ანუ თვითონ იმ მიზანში რაც ჰქონდათ იმ მიზანშივე აირიან იმ სიბოროტეში რა სიბოროტესაც ანუ მიყვებოდნენ რა და წამოვიდა სიბოროტე ვარიაბელური ისინი ანუ ერთმანეთში ვეღარ შეთანხმდნენ რა ამას გულისხმობს ენების არევა და არა პირდაპირ აი მე ვიცი რომ რაღაცა კოშკის აშენებდნენ თუ რაღაცას და კოშკის აშენება უნდა და თქვენს რომ მოდით სამდე კოშკი ავაშენოთ და ღმერთმა უთხრა ესენი მართლა აშენებინოთ სამდე კოშკი და მოდი ესენი სხვა ენაზე ავალაპარაკოთ რომ სამდე არ აშენონ კოშკიო მეგობრებო ვიცი გთხოვთ კარგით რა ვიცი ზეპირად ვიცი ბაბილონის გოდოლი ქვია მაგას ვიცი აი გიხსნით ხო მაგი მინდოდა რომ ნახეთ შეხედეთ რა ვიცი ნახეთ ანუ ზოგადად როდესაც მე და შენ გვაქვს სხვადასხვა მიზანი მე და შენ ვლაპარაკობ ჩათვალე სხვადასხვა ენაზე თუ გინდა სუფთა გრამატიკული ხარჯი საუბრობდეთ მე და შენ უკვე გვაქვს სხვადასხვა ენა არ არის მარტო ლინგვისტიკა დესკრიფცია ასევე რეალობის და რეალობაში კიდე ისინი ისედაც სხვა სცენილები იყვნენ ანუ მე აშენება ნიშნავს რომ განხტობა სინოვდნენ ღმერთის გარეშე ანუ მართლა რაღაცა ფიზიკურ იმას კი არ აშენებდნენ განხტობა უნდა თქო ღმერთის გარეშე აკეთებდნენ ამას და მე ღმერთმა მათშივე ისა რა ქვია მათშივე გამოიწვია ის რომ ანუ თვითონაც ვეღარ შეთანხმდნენ ერთმანეთში და ასე ვთქვათ თავიანთ იმაში იყო არეულობა რომ მიმხვდარიყვნენ რომ ჭეშმარიტების გზას არიან აცდენილი ამას ნიშნავს ბაბილონის გოდოლის ისტორია ეს თემა გაიხარით მადლობა ჩართვისთვის შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე გაიხარით რა სხვასაც ჩავთავ